ახლა კი გთავაზობთ რუბრიკა ახალგაზრდა რეპორტიორის ფარგლებში მომზადებულ სიუჟეტს, რომელიც სოციალურ თემატიკას ეხება. სანიაღვრე ისინი გააკეთეს, რომ წყალი არ ჩავიდეს ეს, ნამდვილად პოზიტიური და კარგია, მაგრამ წყალი 21 საუკუნეში უწყლობა, მით უმეტეს ამ მიმართულებით. ხალხის ეზოებში გადის და აქ ამ კუთხეს საერთოდ არ აქვს წყალი. გვაქვს კუსტარული, ჩვენივე ხარჯებით ჭიდან ამოღებული რაღაც გაკეთებული. ზამთარში ვერც ვიყენებთ და მატორები დაუხეთქა ხალხს, უკიდურეს ზარალში ჩავარდა. ხო გჭირდება ზამთარში კაცო წყალი იყინება ეს მილები და თვითინებით მოვალ წყალს რაჯობი. ჯერაც ერთია ეს გზა მოსპო იმან მილები რომ ჩააწყვინდა ჩოხატაუში წავიდა იგი. გზაზე ვერ გაივლის, ბავშვი ვერ მოდის, სკოლაში დათქმელი ამოდიოდა, როგორ მახსოვს, წყალიც არ იყო და სკოლაში წყალი არ უნდა იყოს ხალხო, მთელი სოფელი იმისთვის მომავლისთვის უზრუნავთ. სკოლაში წყალი ბავშვს არ აქვს თუ ჭიდან და გადასარავი პირობებია. ჩვენ სკოლის ეზოში უნდა გამოიაროს იმან მილმა, რომელიც არ ჩადის. კარგი ბატონო, გასაგებია, იმას არ ეხება, მაგრამ ხომ შეიძლება რაღაცა ელემენტარული გაკეთდეს, გამოინახოს იმისთვის, რომ ბავშვს წყალი მიაწოდოს. აგერ დგას ეს ბასეინი და გვეუბნებიან დღესხვალ მოგვარდება და დაპირებად არის და მეტი არაფერი. გაზთან დაკავშირებით, გაზი ყველგან არის და ჩვენ სოფელში აი 500-600 მეტროა გასაკეთებელი და არ არის გაკეთებული. ასე რამდენიმე ხელწერები, მიმართვები, ყველაფერი დაპირება დღესხვალ 2016 წელს უნდა დამთავრებული იყო ეს ყველაფერი და არ არის დღესაც გაკეთებული და დამთავრებული.